ვარაუდობდნენ, რომ მკვდარი ინტერნეტის თეორია სამხედრო ოპერაცია იქნებოდა. მილიონობით უცხოური ბოტი სოციალურ მედიაში კამათობს. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული დეზინფორმაცია ინტერნეტს ავსებს. ავტომატიზირებული პოსტები და ინტერაქციები ართულებს იმის გარჩევას, რა არის ადამიანის და რა არა. იმედი გქონდათ, რომ ინტერნეტის მცირე კუთხეები ხელუხლებელი დარჩებოდა. უსაფრთხო თავშესაფრები დამწვარი და უნაყოფო უდაბნოში. გვჯეროდა, რომ ადამიანების მიერ კურირებული პლატფორმები, როგორიცაა Pinterest და Reddit, გადარჩებოდა და ხელოვნური ინტელექტის ცეცხლს გაუძლებდა. ცდებოდით. მომხმარებლების მიერ შექმნილი ვებ-სივრცის კოლაფსი მტრული ხელში ჩაგდებით ახდება. ეს შიგნიდან ხდება. ამჟამად ინტერნეტის 4 საკრდენი, Pinterest, Reddit, Steam და Discord აქტიურად ანგრევენ საკუთარ საზოგადოებებს. ეს პლატფორმები ზეიმობდნენ და ახალისებდნენ ადამიანურ შემოქმედებას, დისკუსიას, გართობასა და ინოვაციას. ეხლა მათ ოფიციალურად ზურგი აქციეს იმას, რაც თავიდანვე ასე დიდებულად აქცევდათ მათ, ადამიანებს. ისინი ხელოვნური ინტელექტის ტალღის მსხვერპლები არ არიან, ისინი მისი არქიტექტორები არიან და როცა ინტერნეტში ყველაზე ადამიანური საიტებიც კი ხელოვნური ინტელექტის მიერ იკავებს, მართლა აღარ დარჩა ადგილი, სადაც დამალვა შეიძლება. იმის გასაგებად თუ როგორ გვხვდება მთელი ინტერნეტი, უნდა შევხედოთ პაციენტ 0-ს, ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და ნაზ საიტს, რაც კი ოდესმე შექმნილა, Pinterest-ს. ადამიანების თანდაყოლილ სურვილზე დაფუძნებული რომ დაეკატალოგებინათ და გაეზიარებინათ სხვადასხვა რამ, Pinterest-ის სწრაფად გახდა ინტერნეტის საყვარელი კუთხე. მინიმუმ 15 წლის განმავლობაში ეს იყო უსაფრთხო სივრცე, სადაც ადამიანები პოულობდნენ, ინახავდნენ და აწყობდნენ იდეებს. ადგილი, სადაც შეგიძლია აღმოაჩინო და გაცვალო ყველაფერი, რეცეპტებიდან და ხელნაკეთი პროექტებიდან დაწყებული, სამოსის იდეებითა და ქორწილის დაგეგმვის ჩეკლისტებით დამთავრებული. ეს იყო საიტი, რომლის ბედი მთლიანად ორიგინალურ ადამიანურ იდეებზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტი და ყველაფერი შეიცვალა. თავდაპირველად ხელოვნურად გენერირებული კონტენტი საიტზე მასობრივად შემოვიდა. მოულოდნელად მომხმარებლები ხელოვნურად შექმნილი სურათებით, დილის სურათებით დაიტვირთნენ. ნამდვილი ხელოვანები ცდილობდნენ გამკლავებას, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის უსულო მასაში ჩაიძირნენ. სხვა მომხმარებლებს უწევდათ ათეულობით და ათეულობით AI-ით შექმნილ პინში გადახვედრა, რომ რაიმე ნამდვილი ეპოვათ. Pinterest-ის გამოყენების მთელი გამოცდილება ძიმე ვალდებულებად იქცა. მომხმარებლები იმდენად დაიღალნენ, რომ პლატფორმის სულად მიტოვება დაიწყეს. და შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა. Pinterest-ის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ ხელოვნური ინტელექტის პრობლემა კიდევ უფრო მეტი AI-ის დამატებით გამოესწორებინათ. მათ საიტზე ხელოვნური ინტელექტის მოდერატორთა მთელი არმია განათავსეს, რათა გაეწმინდათ პლატფორმა და დაეცვათ ადამიანების სპამური ავტომატიზირებული კონტენტისგან. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო. წესების რეალური დარღვევების დაჭერის ნაცვლად ალგორითმი დაიწყო იმ მომხმარებლების დასჯა, რომლებმაც არაფერი დაუშავებიათ. ხატრები მაგალითად ტიანა აურეგლია კონტენტის წაშლის აგრესიულ შეტყობინებებს იღებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ატვირთავდნენ უდანაშაულო ქალის ფიგურების გამოსახულებებს. მაშინაც კი როცა აურეგლიას გამოსახულებში ქალები სრულად ჩაცმულები იყვნენ, AI მოდერატორები მაინც აღნიშნავდნენ მათ როგორც საიტის წესების დარღვევას. ამიტომ ხელოვნების შექმნის ან Pinterest-ის საზოგადოებაში ჩართვის ნაცვლად აურეგლიას საათები უწევდა გაეტარებინა გადაწყვეტილებების გასაჩივრებაში, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი უკან დაებრუნებინა. ზოგჯერ მისი გასაჩივრებების შედეგს იძლეოდა, მაგრამ ყოველთვის არა და რისკები დიდია. როგორც აურეგლია უხსნის 404 მედიას, ამ ყველაფრის ყველაზე ცუდი სცენარი ისაა, რომ შეიძლება ანგარიში დაგიბლოკონ. დაგიბლოკონ იმის გამო, რომ არაფერს აშავებდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს იმ დავალებისთვის, რომელსაც აშკარად ვერ ართმევს თავს. თავისი გადაწყვეტილების დასაცავად Pinterest-მა განაცხადა: ჩვენ ვაქვეყნებთ მკაფიო წესებს ზრდასრული სექსუალური შინაარსისა და შიშველობის შესახებ და ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტისა და ინტელექტისა და ადამიანის ერთობლივ შემოწმებას წესების აღსასრულებლად. ჩვენ გვაქვს საჩივრების პროცესი, სადაც ადამიანი ამოწმებს შინაარსს და ხელახლა ააქტიურებს მას, თუ შეცდომას დაუშვებთ. მაგრამ მომხმარებლები ამას არ ენდობიან. უბრალოდ ძალიან ბევრი შეცდომა ხდება, ძალიან ბევრი უდანაშაულო მომხმარებელი ისჯება. და მაშინაც კი როცა მომხმარებლების ნამუშევრებს არ შლიან, მათ ცრუ ნიშნებს აკრავენ, თითქოს მათი ნამუშევარი AI-ით იყო გენერირებული, რაც მათ სანდოობასა და კრეატიულობაზე პირად თავდასხმა დაიქვება. ხატვარმა მინსაკუკამ განმარტა, რომ Pinterest სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ზაკუგას ზოგიერთი ნამუშევარი გენერაციული AI-ის საჯარო გამოშვებამდეა შექმნილი, მაგრამ მაინც როგორღაც მონიშნულია. ზაკუგას შემთხვევა ერთჯერადი იზოლირებული შემთხვევა არ არის. ესეთი პრობლემები რეგულარულად იტყობინებიან Pinterest-ის მომხმარებლები, რომლებიც დაიღალნენ საკუთარი კონტენტის არასწორი ინტერპრეტაციით. და ეს AI-ით შეცვლილის ნიშნულები საოცრად რთული მოსაშორებელია. იმისათვის, რომ მომხმარებელს თუნდაც შანსი ჰქონდეს ამ ნიშნულის მოხსნის, მათ უნდა გაიარონ ხანგრძლივი და დამღლელი გასაჩივრების პროცესი. მათ უნდა წარადგინონ მტკიცებულება, რომ მათი კონტენტი ადამიანის მიერ არის შექმნილი. თუმცა როგორც ზაკუგა აღნიშნავს, არც მაშინ არის გარანტია, რომ საჩივარი წარმატებით დასრულდება. თუნდაც ასე იყოს, არ არსებობს გარანტია, რომ Pinterest-ი შემდეგ ატვირთულ კონტენტსაც არ მიაკრავს AI-ის ნიშნულს. დღეს Pinterest-ზე მომხმარებლებს აღარ შეუძლიათ ისე ატვირთონ და შექმნან კონტენტი, როგორც ადრე. მათ მუდმივად უნდა გაითვალისწინონ AI-ის მოდერაცია და მცდარი ნიშნულები.
ასევე უნდა შეაგროვონ მტკიცებულებები, რათა დაიცვან საკუთარი პოზიცია, თუ და როცა AI-ით შეცვლილი კონტენტის ბრალდებები წამოიჭრება. და მათ მუდმივად უნდა აკონტროლონ საკუთარი ანგარიში, ელოდან შემდეგ AI-ის შეტევას. მათ თავად უწევთ ამ პრობლემის მოგვარება. უნდა დაუკავშირდნენ Pinterest-ის რეალურ ადამიან მოდერატორებსა და გასაჩივრების გუნდებს, რომ ყველაფერი მოაგვარო. ეს არის დაუღწევადი მარხუჟი, რომელიც ზოგიერთ მომხმარებელსთვის ძალიან ძიმეა ასატანად. უფრო და უფრო მეტი ადამიანი გრძნობს, რომ პლატფორმა ან გადავსებულია, ან მოძველებული გახდა, რადგან ხელოვნური ინტელექტი 10 წლეულზე მეტი შრომა წალში ქრის. ის ანულირებს ყველაფერს, რამაც Pinterest-ი თავდაპირველად პოპულარულად აქცია. მოხმარებლებს არ უნდათ ყოველ ჯერზე, როცა პინს უყურებენ, სამჯერ გადაამოწმონ წყაროები. ისინი არ არიან მზად უსასრულო ხელოვნურად გენერირებულ კონტენტში ეძებონ რაიმე რეალური, რაზეც ჩაერთვებიან. ბევრი ამცირებს ციფრულ პინბორდებზე დამოკიდებულებას და მის ნაცვლად საკუთარ ფიზიკურ საცნობარო ბიბლიოთეკებს ქმნის. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სხვა ტექნოლოგიურ ბრენდებთან ერთად Pinterest-იც ხელოვნური ინტელექტის ტალღაზე გადახდა ყოველგვარი მკაფიო ხედვის გარეშე. მან ბრბოს მიხვა, რადგან არ სურდა ხელოვნური ინტელექტის მიერ მოტანილი ყველა სავარაუდო უპირატესობა და ფუნქცია გაეშვა ხელიდან. იმის გათვალისწინებით, რა კატასტროფადაც ეს ყველაფერი იქცა, შეიძლება იფიქროთ, რომ Pinterest-ის ხელმძღვანელები პანიკაში არიან, ან თუნდაც იწყებენ ხელოვნური ინტელექტისადმი თავიანთ მიდგომაზე უკან დახევას. მაგრამ შეცდებით. შენელების ნაცვლად Pinterest-ი კიდევ უფრო აჩქარებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას. 2026 წლის დასაწყისში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ რედორმა თითქმის 15%-ით შეამცირა ადამიანური მუშახელი. მან ეს ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ Pinterest-ი ორმაგად ამყარებდა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას. პრიორიტეტს ანიჭებდა AI-ზე ორიენტირებულ პოზიციებს, გუნდებსა და სამუშაო მეთოდებს. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. კურისებს მიღმა Pinterest-მა ჩუმად განაახლა თავისი სისტემები, რათა 15 წლიანი ადამიანური კურაცია ჩაეტვირთა Pinterest Canvas-ში, საიტის საკუთრებაში არსებულ AI ტექსტიდან გამოსახულების გენერატორში. როგორც პარაზიტული მწერი, რომელიც პლატფორმაზეა გაშვებული, Pinterest Canvas იკვებება Pinterest-ის მომხმარებლებითა და მათ მიერ შექმნილი კონტენტით. ის ებღაუჭება და აცლის ღირებულებასა და იდენტობას რეალური ადამიანების ხედვებს, იდეებსა და ორიგინალურ ნამუშევრებს. ასე კვდება ინტერნეტი, როგორც ჩვენ ვიცით. ადამიანები მანქანის მექანიკურ ნაწილებად იქცევიან, ხელოვნება კი სასწალ მონაცემად გარდაიქმნება. შემოქმედება და ადამიანური თვითგამოხატვა ერთებსა და ნულებამდე დაიყვანება. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ინტერნეტი და ინტერნეტი დაანგრიოს, მაგრამ The Infographic Show 100%-ით ხელოვნური ინტელექტისგან თავისუფალია. დაიმახსოვრეთ, მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი, მანამ სანამ მანქანები კომენტარებს დაიპრობენ. ვიზუალური ხელოვნება მხოლოდ პირველი დომინო იყო. თუ მანქანას შეუძლია ადვილად მოიხმაროს და გაამეოროს ადამიანური ხელოვნება, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი ადამიანური აზროვნებაა. ამიტომ ტოვებთ ვიზუალურ ვებ-სივრცეს და ეძებთ ბოლო ადგილს, სადაც ჯერ კიდევ ადამიანები მართავენ ყველაფერს. მიდიხართ Reddit-ზე. გიდ მოგწონდეთ, გინდა არ მოგწონდეთ. Reddit უკვე 200 წლეულია დისკუსიებისა და დებატების მდუღარე ქვაბია. ხალხი ყველაფერზე და ნებისმიერ თემაზე საუბრობს. ზოგი ადამიანი უბრალოდ ეძებს თანამოაზრეებს, რომ საყვარელ ხობიზე რჩევები გაცვალოს. სხვები კი ცხარე დებატებში ერთვებიან დაწყებული პოლიტიკიდან დამთავრებული ურთიერთობებით. ზოგი კი პირად ისტორიებს აზიარებს, ან რჩევას ითხოვს. ეს შეიძლება იყოს როგორც ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი არჩევანი, ასევე კითხვა, რა ფილმი უყურონ დღეს საღამოს. ეს მართლაც მრავალფეროვანი სივრცეა, ადგილი, სადაც თითქმის ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ ამავდროულად ეს არის ადგილი, რომელიც რეალურ ადამიანურ ემოციებზეა დაფუძნებული. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერს, ამ ადამიანურობას თავისი ფასი აქვს. როდესაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქა დაიწყო, ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა Google და OpenAI, სასწრაფოდ ეძებდნენ ადამიანური სასწავლო მონაცემების უზარმაზარ რაოდენობას, რათა გაეწურთნათ და გაეუნჯობესებინათ თავიანთი დიდი ენის მოდელები. მათ სჭირდებოდათ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც კი მოიპოვებდნენ, რათა უფრო სწრაფად აძრომილიყვნენ ხელოვნური ინტელექტის პირამიდის მწვერვალზე მიმავალ მაღალი ფსონების რბის რბოლაში. დიდი დრო არ გასულა, რომ Reddit-მა გააცნობიერა, რომ ოქროს საბადოზე იჯდა. ეს იყო უზარმაზარი განფენილი ქსელი, სადაც რეალური ადამიანები ერთმანეთს ურთიერთობდნენ. ეს ზუსტად ის იყო, რაც ხელოვნური ინტელექტის ბატონებს სჭირდებოდათ, რათა თავიანთი მოდელები უფრო ჭკვიანი, სწრაფი და აშკარად უფრო ადამიანური გაეხადათ. 2024 წლის თებერვალში Reddit-მა Google-ს გასაღები გადასცა. მათ გამოაცხადეს პარტნიორობა ტექნოლოგიურ გიგანტთან, რომლის ღირებულებაც წელიწადში დაახლოებით 60 მილიონია. Google-ს ეკნებოდა ცდომა Reddit-ის რეალურ დროში მომხმარებლის კონტენტზე, მომხმარებლის კონტენტზე, რათა გაეწურთნა კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მოდელი Gemini. Efti შეთანხმებით არ დაკმაყოფილდა და Reddit-მა მალე მეორე პარტნიორობაც გამოაცხადა, ამჯერად OpenAI-თან. მოულოდნელად ხელოვნური ინტელექტის ორი ყველაზე დიდი სახელი და მსოფლიოს ორი ყველაზე ძლიერი კომპანია მიიღეს შეუზღუდავი ცდომა Reddit-ის უსასრულო კომენტარებზე, დისკუსიებსა და კონტენტზე. იმ მომენტიდან ყველაფერი, რასაც მომხმარებელი Reddit-ზე აქვეყნებდა, პლატფორმაზე არსებული ისტორიული მონაცემების უზარმაზარ რაოდენობასთან ერთად თავისუფლად გამოსაყენებელი გახდა. მათი მოდელები ყოველდღიურად ათვალიერებენ Reddit-ის სერვერებს და ითვისებენ ნებისმიერ კონტენტს, რასაც პოულობენ. ისინი ამას იყენებენ იმისთვის, რომ უფრო ზუსტად მიბაძონ რეალურ ადამიანებს და გაიგონ რა ამოძრავებთ მათ. იმ მომენტში, როცა Reddit-მა მრავალმილიონიანი კონტრაქტები გააფორმა, ფაქტობრივად თავისი სული გაყიდა. მომხმარებლები იქცნენ პირუტყვად, მანქანის საკვებად.
ეს იყო შეუჩერებელი და დრამატული მოვლენების ჯაჭვის დასაწყისი. როგორც კი არაკეთილსინდისიერმა პირებმა გაიგეს, რომ Google და OpenAI Reddit-ის მონაცემებს იყენებდნენ მოდელების საწვრთნელად, მათ შესაძლებლობა დაინახეს. ისეთი, რაც შეიძლება შეცვალოს ხელოვნური ინტელექტის აზროვნება, რეაგირება და ქცევა-მოქცევა მომავალ წლებში. როგორ? თუ შეგიძლია манипуლირება მოახდინო იმ პოსტებითა და დისკუსიებით, რასაც ხელოვნური ინტელექტის მოდელი იღებს, შეგიძლია გავლენა მოახდინო იმაზე, რას ისწავლის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მოიქცევა მომავალში. და ბოტების ფერმებით, ცუდი განზრახვის მქონე პირებს შეუძლიათ მთლიანად ჩამოაყალიბონ და შეცვალონ მთელი სუბრედიტები. მათ შეუძლიათ აკონტროლონ ნარატივი. ბოტების ფერმების გამოყენებით რამდენიმე წუთში ათასობით ანგარიში შექმნან, გააჩაღონ ყალბი დისკუსიები და მასობრივი დადებითი შეფასებებით გააძლიერონ ის პოსტები, რომლებიც მათ ნარატივს უჭერს მხარს. ამავდროულად ისინი მალავენ ან შლიან იმ პოსტებს, რომლებიც მათ დღის წესრიგს არ შეესაბამება, კოორდინირებული უარყოფითი შეფასებების კამპანიების საშუალებით. ბოტები შეიძლება ისე დაპროგრამდეს, რომ დებატები მიითვისონ, აქტუალური თემები ან კონკრეტული სუბრედიტები ამოიღონ მიზანში და კარმა დააგროვონ, რათა უფრო სანდოდ გამოიყურებოდნენ. შედეგად Reddit გარდამტეხ წერტილს უახლოვდება. სინამდვილეში ზოგი ამბობს, რომ საიტი უკვე დაკარგულია. მომხმარებლები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ ბოტ პროფილების მზარდ რაოდენობას. მათ რჩებათ კითხვა: რეალურ ადამიანთან ან პოსტთან აქვთ საქმე თუ ხელოვნურ ინტელექტთან? ხელოვნურმა ინტელექტმა სუბრედიტებში შეაღწია და დისკუსიები დააბინძურა. საზოგადოებები, რომლებიც ოდესღაც დებატებითაითა და ცნობის მოყარეობით ყვაოდნენ, ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ესეთი სუბრედიტები, როგორიცაა Am I overreacting და Am I the jerk, ყალბი და საეჭვო კონტენტით აივსო. პოსტები, რომლებიც როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტითაა დაწერილი, ან მაინც რედაქტირებული, ცხარე დებატებს იწვევს, 10,000-ობით მოწონებას აგროვებს და საზოგადოებრივ აზრს ატალიბებს. ამ გამოგონილი ისტორიების უმეტესობა სპეციალურად ხალხის ემოციებზე თამაშისთვისაა შექმნილი. ხშირად შეიცავს მგზნობიარე კულტურული დაპირისპირების თემებს, რათა ხალხი გააღიზიანოს და კამათში ჩართოს. ბევრმა სუბრედიტმა სცადა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალის ნაკადის შეჩერება და შემოიღო ახალი წესები, რომლებიც გძალავს AI-ით გენერირებულ კონტენტს, მაგრამ მოდერატორები ამბობენ, რომ ამ წესების აღჩულება რთულია. რაც უფრო მეტი მონაცემი მიეწოდება ხელოვნური ინტელექტის სისტემას, მით უფრო ჭკვიანი ხდება და მით უფრო ეფექტურად ქმნის ასეთ ადამიანურ პოსტებს. ეს კიდევ უფრო ართულებს იმის გარჩევას, რა არის ნამდვილი და რა არა. ბევრი Reddit-ის მოდერატორი და დიდი ხნის მომხმარებელი ახლა უკვე აფასებს, რომ საიტზე არსებული კონტენტის ნახევარი მაინც ან ხელოვნური ინტელექტის მიერ არის დაწერილი, ან მისი დახმარებით გადამუშავებული. ხელოვნური ინტელექტის პრობლემა აქედან მხოლოდ გაიზრდება და უფრო რთული სამართავი გახდება. სხვა სუბრედიტებშიც გავრცელდება და კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აიძულებს დასვას კითხვა: თუ არ ვიცი, ვესაუბრები რეალურ ადამიანს თუ AI bots, რა აზრი აქვს რაიმეს გამოქვეყნებას? როდესაც ხელოვნური ინტელექტი ტექსტზე დაფუძნებულ ფორუმებსა და დისკუსიის ჯგუფებში იჭრება, ადამიანები იწყებენ გამოსავლის, გაქცევის გზის ძებნას სულ უფრო შემაშფოთებელი რეალური სამყაროდან. ბევრისთვის ვიდეო თამაშები გაქცევის უმაღლესი ფორმაა, მაგრამ ვიდეო თამაშების მშვენიერი სამყაროც კი არ არის დაცული ხელოვნური ინტელექტის ჭირისგან, რაც მოგვიყვანს ამ ჭირის შემდეგ დიდ მსხვერპლთან. წლების განმავლობაში Steam მოთამაშეებისთვის თავშესაფარი იყო. PC პლატფორმის Steam-ის უკანდგონ კომპანიას Valve-ს ჰქონდა შესაძლებლობა 2020-იანი წლების დასაწყისში, როცა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მასობრივად გავრცელდა, მკაცრი ანტიხელოვნური ინტელექტის პოზიცია დაეკავებინა. თავდაპირველად კომპანიამ თითქოს საკმაოდ მკაცრი პოზიცია დაიკავა და თითქმის სრულად აკრძალა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მასალებისა და კონტენტის გამოყენება. თუმცა ერთ წელზე ნაკლებ დროში მან თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. 2024 წლის დასაწყისში Valve-მა Steam-ის პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კონტენტის მზარდი რაოდენობის დაშვება დაიწყო, იმ პირობით, რომ დეველოპერები მიუთითებდნენ, რომ მათ თამაშებში ასეთი კონტენტი იყო გამოყენებული. ზუსტად ისე როგორც Pinterest-სა და Reddit-ზე, სიტუაცია მალე უკონტროლო გახდა. მას შემდეგ გასულ წლებში Steam-ის პლატფორმა დაიდგორა ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ასეთ ფლიპებით, დაბალი ხარისხის თამაშებით, რომლებიც აწყობილია ხელოვნური ინტელექტით შექმნილი და მაღაზიაში ნაკიდი მოდელების, კოდის და თამაშის გარემოების ნაზავით. ამ თამაშების შემქმნელები ხშირად თითქმის არ აკეთებენ რეალურ პროგრამირებას ან დეველოპერულ სამუშაოს. ისინი უბრალოდ ეყრდნობიან გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, რომ მათთვის შექმნას თამაშები, რომელსაც შემდეგ სწრაფი მოგების მიზნით Steam-ზე ათავსებენ. რადგან ამ თამაშებს არ აქვთ ნამდვილი მხატვრული მთლიანობა და ხშირად არც უნიკალური გეიმპლეი, ბევრი მოთამაშე ამტკიცებს, რომ ისინი არც თამაშის ღირსია, აღარაფერს ვამბობთ გადახდაზე. მაგრამ Steam-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი თამაშების ნაკადის ფონზე ცნობები მიუთითებს, რომ ატვირთული ყოველი 5 თამაშიდან მინიმუმ 1 იყენებს AI-ს. მოთამაშეებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება იმ სათაურების პოვნა, რომელთა თამაშით სურთ. ბევრი მათგანი მოტყუებულია ეფექტური მარკეტინგით და ფულს იხდის ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტით აწყობილ დაბალღირებულ თამაშებზე. და ეს მხოლოდ მოთამაშეებს არ აზარალებს. 10 წლეულების განმავლობაში Steam შეიძლება ითქვას საუკეთესო ადგილი იყო მცირე სტუდიებისა და დამწყები ინდი დეველოპერებისთვის, რომ გამოექვეყნებინათ თავიანთი თამაშები. ამ პლატფორმამ ბევრ ნაკლებად ცნობილ თამაშს ბესტსელერად გახდომაში დაეხმარა. ეხლა როცა იგივე ადამიანები ქმნიან და უშვებენ თამაშს, ის მხოლოდ დიდ გამოშვებებთან არ კონკურირებს, არამედ რისკავს, რომ Steam-ზე AI თამაშების მზარდ ნაგავ საკრალში ჩაიკარგოს.
თამაშები შეუმჩნეველი და უთამაშებელი რჩება, არა იმიტომ რომ ისინი არ არის საინტერესო, არამედ იმიტომ რომ ხალხმა უბრალოდ არ იცის მათი არსებობის შესახებ. ეხლა ახალი თამაშის პოვნა ნიშნავს, რომ უნდა იქექო AI-ის ნაგავში და AI-ით დახმანებული განვითარება ხშირად ტექნიკურ და წარმადობის პრობლემებსაც მოაქვს. ამასობაში Steam-ი ჯერ კიდევ არ გთავაზობს რეალურ საშუალებას, რომ AI-ის მიერ შექმნილი თამაშები გამოფილტროთ და ყურადღება ადამიანების მიერ შექმნილ თამაშებზე გავამახვილოთ. როდესაც AI იპყრობს იმ სივრცეებს, რომლებიც ხალხს წლების განმავლობაში უყვარდა, სად უნდა წავიდნენ ისინი? ზოგისთვის პასუხი ადრე შეიძლება კერძო Discord სერვერი ყოფილიყო. თუმცა ეს კერძო სივრცეებიც კი აღარ არის უსაფრთხო, რადგან AI მხოლოდ Discord-ის გარზე არ აკაკუნებს, არამედ მას ძალით ამტვრევს. ბოლო წლებში Discord-ში თანმიმდევრულად ემატება AI-ზე დაფუძნებული ფუნქციები მომხმარებლის გამოცდილებაში, მიუხედავად იმისა, სურთ ეს მომხმარებლებს თუ არა. Summaries AI-ის ფუნქცია Discord-ის ჩატების შეჯამებას ახდენს, კითხულობს, რას ამბობენ ადამიანები და აჯამებს საერთო განწყობასა და შეტყობინებას. AI chatbot-ები და აგენტები ასევე Elvis სისწრაფით გავრცელდა Discord-ზე. უამრავ სერვერზე ახლა უკვე რაიმე ფორმით გამოიყენება AI. AI-ზე დაფუძნებული მოდერატორები და ბოტები პასუხობენ კითხვებს ან მოთხოვნისამებრ ქმნიან კონტენტს. და რა თქმა უნდა, ამ AI ინტეგრაციებს თავისი სარგებელიც აქვს, მაგრამ უარყოფითი მხარეებიც არსებობს. ბევრი მომხმარებელი თვლის, რომ Discord-ის მიერ AI ტექნოლოგიის მიღებამ უბრალოდ ზედმეტად შორს წავიდა. ეს ადრე იყო პლატფორმა, სადაც ადამიანები საკუთარ პირად საზოგადოებებს მასპინძლობდნენ. ეს იყო სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ გაქცეოდნენ სულ უფრო მეტად AI-ზე ორიენტირებული სოციალური მედიის სამყაროს. ახლა კი იგრძნობა, რომ აქაც სულ უფრო მეტად AI დომინირებს. საზოგადოებები სავსეა AI ბოტებით, რომლებიც ავტომატურად ასრულებენ ბრძანებებს და გასცემენ დაუკითხავ პასუხებს. და ისინი ყოველთვის ისეთი ჭკვიანები არ არიან, როგორც უნდა იყვნენ. არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც AI მოდერატორებმა არასწორად მონიშნეს ან დაბლოკეს ანგარიშები, რის გამოც მომხმარებლები საკუთარი ბრალის გარეშე გამოდიან საზოგადოებებიდან. ბევრი სერვერი ასევე გადაიუსო AI-ის მიერ გენერირებული ტექსტებითა და სურათებით. ახლა მომხმარებლებს უწევთ ამ მასაში ქექვა, რათა იპოვონ მათთვის მნიშვნელოვანი შეტყობინები. და ეს მხოლოდ უხეხულობას არ ქმნის. Discord-ის მიერ AI-ის გამოყენება ასევე რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანების პირადულობას. 2024 წელს გავრცელდა ინფორმაცია მავნე AI მონაცემთა შეგროვების სერვისზე, კოდური სახელით SpyPet, რომელიც ათასობით საჯარო Discord სერვერზე ბოტების უზარმაზარი ქსელის მეშვეობით ერთვებოდა. მან პირდაპირ მოიპარა მილიარდობით შეტყობინება და კონტენტის ნაწილი 600 მილიონზე მეტი მომხმარებლისგან. ეს ინფორმაცია შემდეგ ინტერნეტში იყიდებოდა კრიპტოვალუტის სანაცვლოდ და შეიძლებოდა გამოყენებულიყო სხვა AI მოდელების გასაწვრთნელად, მიუხედავად იმისა, რომ Discord-ის პოლიტიკა ამას კრძალავდა. მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელი ამბები გავრცელდა Discord-სა და AI-ზე. პლატფორმამ გამოაცხადა გეგმები სავალდებულო ასაკის განსაზღვრის AI-ზე, რომელიც აკვირდება მომხმარებლების ქცევას და შეიძლება შეზღუდოს ის ანგარიშები, რომლებიც მისი აზრით არასრულ წონებს ეკუთვნით. ეს უნდა დაწყებულიყო 2026 წლის მლის მარტში. თუმცა უამრავმა მომხმარებელმა სწრაფად გააკრიტიკა პლატფორმა და დაემუქრა, რომ წაშლის საკუთარ ანგარიშებს და გადავა კონკურენტ სერვისზე, თუ ეს AI-ზე დაფუძნებული მეთვალყურეობისა და ქცევითი პროფილირების სისტემა ოფიციალურად დაინერგება. შედეგად Discord-მა გადადო თავისი გეგმები, მაგრამ მას კვლავ აქვს მკაფიო და აქტიური ინტერესი, რომ ხელოვნური ინტელექტი გახადოს თავისი პლატფორმის უფრო დიდი და ძლიერი ნაწილი. ამასობაში ზოგ Discord-ის მომხმარებელსაც თხოვენ სახის სკანები ან თავრობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა გააზიარო, ხოლო იმისთვის, რომ საიტის გამოყენების უფლება შეინარჩუნა. კიდევ ერთხელ აქ მიზეზად მოჰყავთ ის, რომ ეს ფუნქციები საჭიროა არასრულწლოვანი მომხმარებლების დასაცავად და მოზარდებისთვის უფრო უსაფრთხო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. მაგრამ ბევრს ეშინია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია სახიფათო და შემაშინებელი მომავლისკენ მიმავალი საშიში დაღმასვლის. მომხმარებლებს შესაძლოა მოუწიოთ პირადი ინფორმაციის წარდგენა მხოლოდ ყველაზე მარტივ სერვისებზეც კი ცდომისთვის, მაშინ როცა ხელოვნური ინტელექტი თავისუფლად მიიღებს მათ მონაცემებს და ყურადღებით დააკვირდება მათ ყოველ ნაბიჯს. ხელოვნური ინტელექტი ფართოდ ვრცელდება, ერთ აპლიკაციასა და პლატფორმაში მეორის შემდეგ აღწევს და ჩვენს ციფრულ ცხოვრებაში ყველა ასპექტს იპყრობს. ადამიანებს აღარ დარჩათ ადგილი, სადაც გაქცევას ან დამალვას შეძლებენ და აღარ აქვთ არჩევანი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის გავლენა არ ეთყობა. ინტერნეტი, რომელსაც ადრე ვიცნობდით, აღარ არსებობს. მაგრამ როცა ადამიან მომხმარებლებს ინტერნეტიდან აძევებენ, იგივე ხელოვნური ინტელექტის მოდელები შიმშილს იწყებენ. სადაც ადრე ნამდვილი ადამიანური ურთიერთობებით იკვებებოდნენ, ეხლა მათ ბოტების მიერ შექმნილ კონტენტსა და ხელოვნური ინტელექტის ნარჩენებზე წვრთნიან. ეს არის დამსხვეული არამდგრადი მდგომარეობა და ერთადერთი დარჩენილი კითხვა ისაა, რა უფრო დრამატულად დაინგრევა. ინტერნეტი თუ მასში გამრავლებული ხელოვნური ინტელექტის მოდელები. თუ ხელოვნური ინტელექტი ინტერნეტს ესხმის თავს, სად გაჩერდება და ვინ იქნება შემდეგი სამიზნე? შეხედეთ ვიდეოს AI just tried to murder a human to avoid being turned off, რომ ნახოთ რამდენად დისტოპიურია ცხოვრება. ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.